კარგით, მოგესალმებით ჩვენს სასწავლო სტუდიაში. დღეს განვიხილავ აი ამ დეტალის მოდელებას, განსაკუთრებული მეთოდით, სასურველია მსგავსი მეთოდით გაიმეოროთ, მაგრამ აქვე გავამახვილებ ყურადღებას, რომ ხელსაწყოთა პანელი განლაგებული არის 3D მოდელინგზე და გამოვიყენებ ჩანარ ცოლის. დავიწყოთ ბოქსის საერთო ზომას დავხაზავ 90-50-ზე, სიგრძე სიგანე და სიმაღლე იქნება 60-ზე. ხაზვას როგორც ყოველთვის სათავეში დავიწყებ, კოორდინატთა სისტემა მოვატრიალოთ იზომეტრიაში, რომ ხედავდეთ სივრცეში x-y-z და ისე შევუდგეთ ხაზვას. ჩავთეთ ბოქსი. სათავედან მინდა დავიწყო, ამიტომ ჩავწერე 0, თავი 0, enter დავაჭირე და შევიყვანეთ ზომები. 90. თავი ზომა გამავიწყდა 50-ზე, 50-ზე enter და სიმაღლე 60 enter. ესე იგი დავხაზეთ ეს ჩლიანი ბოქსი. იმპრინტი იქნება ჩვენი დღევანდელი ძირითადი თემა. აქ რო ეხლა მაუსის არ ვიქნოდა ხაზები არ ხაზო რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, პრაქტიკაში დაინახავთ მე რა გამოგვივა ბოლო ჯამში. მოკლედ ლაინების ჩახაზვა, იმპრინტი და explode face იქნება ჩვენი ძირითადი ნაწილი თემის და ასევე fillet edge, ანუ კუთხეების მომგვალება წიბოებზე. ესე იგი, საერთო სიგანე ვიცით ეს 50-ია, ხაზები რომ გამოვთვალოთ. მაინც რო გვესმოდეს რას ვაკეთებთ 50-ს ვაკლებ 20, ვიღებ ცხოვრებას 30 და ვიგებ რომ ეს არის 15 აქ და შესაბამისად მეორე მხარეც არის 15 აქ. ეს ზომა 10 უშუალოდ აი ამის ზომა არის. მოკლედ 10-იან და 15-იან ხაზებს ჩავხაზავ. ჩახაზვის დროს გამოვიყენებ ხაზვაში home lines. მოვიტან ახლოს, აქ უკვე იგულისხმება რომ მარტივი ოპერაციები ბრუნი და მსგავსი რაღაცები ვიცით. შევეხე გავიწიე მარცხენა მხარეს ტრასირების მიმართულებით, ჩავწერე 10 enter-ს დავაჭირე და ასევე პოლარულ მიმართულებით, ანუ ამ მწვანე ხაზს მოვყვები, დავაწყაბე. უფრო გძელს ხაზავ, რა თქმა უნდა, თვალსაჩინო რო იყოს. იგივე გავიმეორე მეორე მხარეს, თუმცა შეიძლება იქ სარკისებურად გაკეთებული იყოს შეტრიალება, მაგრამ ხაზავს გამოვიყენებ. და როგორც აღნიშნე, შემდგომი იქნება 15-იანი ხაზები. თუ რა თქმა უნდა, ისე კუთხიდან აკეთებთ, როგორც ახლა გავაკეთე, თუ ამ წერტილს შეეხებით, მაშინ აქედან 5 მმ-ით გამოხვალთ, 5 ჩავწერე enter-ს ისე დავაჭირე, შედეგი აბსოლუტურად ერთი და იგივე დადგება. შემდეგი ხაზები, რომელიც უნდა ჩავხაზო, იქნება ერთი ეს ხაზი და მეორე ეს ხაზი. აქ ნახაზში, რომელიც ახლა რა თქმა უნდა ინტერნეტში ვიპოვე და იქიდან გამოწერეთ, სავარაუდო შეცდომა ეტყობა, რომ ხელით ნახაზია და უბრალოდ ტექნიკური შეცდომა, ეს 46 და ეს 24 ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ 44 ვაუქმებთ. აქ ორი ზომა, ანუ არ მგონია რომ ამ დეტალში ასე ყოფილიყო, აქ 44, ანუ განის სიგანე ნაკლები ქონოდა და იქ უფრო მეტი კი შეიძლება, მაგრამ აღარ გაგირთულებთ ახლა ისედაც თავისთავად გასაგებია რომ დამწყებები ვართ და სადაც რთული იქნება, ეხლა ეს რიცხვები აქ პავლად გადავამრავლო კიდე ზედმეტი ხაზებით. ესე იგი, საერთო სიგანე 90-ია. გამოვიყენე პირობითად კალკულატორს თვალსაჩინოებისათვის, რომ დავინახოთ რას ვაკლებ და როგორ ვაკლებ. ესე იგი, 90 საერთო სიგანე არის აი ამ ნაწილის, სადაც წერია ხო, ეს ზომა აი აქედან აქამდე. ამ 90-ს გამოვაკლებ. აი ამ სიგანე 46. სხვაობა 44 იქნება და გავყოფ ამას 2-ზე. გასაგებია ეხლა მარტივი რიცხვებია, მაინც კალკულატორზე ვიყავ 22. 22 იქნება უკვე აი ამ კუთხიდან ხაზები, ჩავთე, ლაინი ისევ შევეხე, შევიწია 22 enter-ი. პოლარულ მიმართულებით მწვანე ხაზს გავყევი დავაწყაბე და იგივე გავაკეთე მეორე მხარეს 22 ჩავწერე. enter-ი და აქეთა მიმართულებით უკვე მაუსით დავაწყაბე. აუცილებლად დაატრიალეთ ხოლმე სივრცე, რათა დარწმუნდეთ, რომ ზუსტად ამ სიტყვაში დაიხაზა, იმიტომ რომ პოლარული მწვანე მიმართულება შეიძლება Z იყოს, ვერ შენიშნოს და სხვა მიმართულებით წავიდეს. და რაც შეეხება ეხლა აი ამ ხაზს, ეს ხაზი შემიძლია გავთვალო ამ 46-დან. სიგანე ამისი არის 30, ანუ აი ამ წერტილიდან, აი ამ წერტილამდე არის 30, ვინაიდან რადიუსით 15 გვაქვს. ამ ნახევარ წრის. 46-30 გამოვაგრეთ 16 აქვს სხვაობა და 8 არის აი ამ ხაზს ამ ორს ერთიამდე ერთ ამ ხაზს შორის. ეს იგი 8 მმ-იან ხაზებს ხაზავ. უკვე რა თქმა უნდა ვეხები ამ წერტილს შევიწიე შინით 8 enter-ი და გამოვხაზე აქეთ ამ მიმართულებით და იგივე გავიმეორო იქ შევეხი გამოვიწიე 8 enter-ი და გამოვადგილდი.
ეხლა შეგვიძლია თქვა დანარჩენი ხაზები ჩავხაზო, მაგრამ ნუ ძალიან რო არ გავამრავო ამდენი ხაზები და მე დამოუკიდებელი არ იყოს სადღა ხაზი გვაქვს, ეს ზედა მხარეს გავაკეთებ რაღაცა ნაწილს, მე ქვედა მხარეს მე ამერის გადახრას გავაკეთებ. ისე რომ დავიწყეთ. პირველი ოპერაცია იქნება solid ჯგუფში, რა თქმა უნდა, იმპრინტი, მოვნიშნე ბოქსი, მერე მოვნიშნე ხაზი, შეკითხვაზე მჭავშალო თუ არა ეს ჩასაიმპრინტებელი ხაზი, რომელიც გამოვიყენე, ვეუბნები რომ ეს დაშალე, იმიტომ როგორც ხაზი ისალგი არ ამჯდება. გავყევი ასე დანარჩენ ხაზებზე ვაწყაბებ, ეს უკვე მაუსის გვერდზე ხედავ ჩართულია, ისევე იქ არის აღნიშნული ეს, აღარ არის აუცილებელი ჩანაწერების კეთება ან მარჯვენათი ესის კეთება, რომელიც მაინც გავაკეთე, არამედ საკმარისია დავაწყაბო და ენტერზე დავაჭირო კლავიატურას. დავაწყაბო, ენტერზე დავაჭირო კლავიატურას, იმიტომ რომ კიდევ მე მაუსის გვერდზე Y ეს ნიშნავს, და გულისხმობს, რომ ენტერი შეასრულებს მოქმედებას yes. ესე იგი მოვნიშნე enter. და ისევ enter-ი ახლა დავამთავრე უკვე ეს მოქმედება რომ გაიჩიოს ხელსაწყო. აუცილებლად ფაილის ხა არ ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას ამ საჩვენებელ რაღაც მოქმედებებზე, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ფაილს აუცილებლად ასევებ, რაღაც ლოგიკურ სახელს არქვია და ისე მუშაობთ, რომ საჭიროების დროს თუ რაღაცა პრობლემა იყო, ან გაიჩი, ანუ დაგარგეთ ფაილი, რომ გქონდეთ შენახული წინასწარ. შემდეგი ოპერაცია იქნება export face, რომელიც ამ tupper face-ში არის, ესე ვამბობ, იმიტომ რომ საწყისა tupper face ხედავთ აქ და პროიპოვოთ ხოლმე, ანუ ჯგუფ solid editing-ში აი ერთი ხაზი აქ არის, როგორც ხედავთ, მეორე აქ არის, აი ეს არის ეს ჯგუფი solid editing. ბოლოდან მეორეშია, მაშინ ესე ვიტყვი, რომ უფრო ადვილად მიაგნოთ. სამკუთხედს დავაჭირო, გამოჩენილიყო export face. ჩავთ export face და მოვნიშნე 1 2 ეს 2 წახნაგი. ეს ორი წახნაგი შემიძლია წიბოზე დაწყაბებითაც მოვნიშნოთ. ისე რომ გინდა თუ ცალსაკე მოვნიშნოთ, გინდათ ამ წიბოზე დაწყაბებით. აი ეს 4 წახნაგი, რომელიც დაბლა უნდა ჩამოწიო აი ამ მანძილით. ეს მანძილი რომ გავიგოთ, საერთო სიმაღლე 60 ვარ გვიწერია, უნდა გამოვაკლოთ ახლა. და საერთოდ გვაქვს ახლა რიცხვები რომ ვიყოთ, 12 ეს არის. 34 პირდაპირ წერია ხო მთლიანი კუთხე, ანუ აი ამდე 34 წერია. ახლა პირველ თუ უყურებთ მეც ამ დეტალს, ამიტომ ზეპირად ეს რიცხვები არ ვიცი დაუბრუნდეთ მოქმედებას უკან, ესე იგი საერთო სიმაღლე 60-ზე როგორც ის 34 პირდაპირ მოცემულია, იმედია 34 წერია, თუმცა სხვა რიცხვის რო იყოს დეტალი მაინც გამოვა, რა თქმა უნდა, უბრალოდ სხვა ზომებში იქნებოდა. 60 გამოვაკელით 34, მივიღეთ 26, შუაზე გავყავით, არ შუაზე გაყვა აღარ უნდა. 26 მივიღეთ, ესე იგი აი ეს სიმაღლეა 26 მმ. ისე რომ მონიშნა დავამთავრე enter-ზე დაჭერით, მერე -26 ჩავწერე enter-ს დავაჭირე და 0 დავტოვე აქ, ან თუ სხვა რიცხვია 0 ჩაწერეთ და enter-ს დავაჭირეთ, რომ ჩაიწერეს დაბლა. ვიზუალურად რომ დაინახოთ რა მივიღეთ, აი ესე დაგანახეთ. ჯერჯერობით. ეხლა აი ესენი უნდა ჩავწიოთ დაბლა, რომ მერე ოვალი შევკრათ, რადიუსი 15-იანი. ისევ export face ვირჩევ და ეხლა ამჟამად პირდაპირ სიბრტყეში, ანუ შიგნით აწყაბებთ აქ და შიგნით აქ, ანუ ორი აი სიბრტყე ინიშნება. enter-ს ვაწვევი და -15 enter-ი, ისევ 0 გრადუსი enter-ი. ამ ეტაპზე ეს გვაქვს. დავაკეთოთ ბარემ ოვალები. ესე იგი აი ეს წიბოები, ჩართვა გამართვა იცით უკვე შეფერვა და ამიტომ თვალით ვაგიჭრელდებათ გადართეთ გამართეთ. ვიყენებთ fillet edge-ს. აქ ორი ღილაკი ასევე, fillet edge-ი, მარჯვენა მაუსი ბრძანების არჩევის, ანუ ღილაკის არჩევის მერე მარჯვენა თილაწყაბებ, რადიუსი ამოვიჩი, ან იგივე რადიუსი. დაბლა შეგელოთ აქ აგერჩიათ, ჩავწერეთ 15 enter-ს დავაჭირე და დავიწყეთ. ერთი წიბოზე აქ დავაწყაბე, მეორე წიბოზე აქ, იგივე მხარე იქით აგვაქვს, ერთი წიბო ეს, მეორე წიბო ის. enter-ი კიდევ enter-ი. მივიღეთ ოვალური ფორმები. ჩვენ ახლა აქ დაგვრჩა ზედმეტი ხაზები, ჩავთავ შეფერვას უფრო დაინახავთ აი ეს ხაზები, რაც არის ამ ხაზების წაშაშლად შეგვიძლია გამოვიყენოთ აი ეს ღილაკი, მენიუში ფილტრი, age-ი ჩავთოთ და გადატარებით ესე წყაბი და წყაბით მოვნიშნოთ ყველა age-ი. კლავიატურაზე delete-ს რო დააწვევით, წაიშლება მარტო ის age-ები, რომელიც წაშლის შედეგად ფიგურა არ დაინგრევა, ანუ რომელიც არსებობა აუცილებლად არ წარმოადგენს. delete-ს დავაჭირე და როგორც ხედავთ, გასუფთავ და აქ ზედაპირში მყოფი ხაზებისგან აუცილებლად როცა ამას გააკეთებთ, no field-ზე გადაგდეთ და არ დაგავიწყეთ, ხოლმე ვეღარ შეასრულებთ რიგ ბრძანებებს შემდგომ. ეხლა ეს შეწევა გავაკეთოთ, იგი პრინციპი აბსოლუტურად იგივე გვექნება, ესე იგი 32 არის ამათ შორის მანძილი, შემიძლია ეს მანძილი გავიგო ამ 90-ს გამოვაკლო ეს და მე შუაზე გავყო, ან შემიძლია შუა წერტილიდან 52-ის ნახევარით გადმოვიდე, ანუ 26-ით. ჩავთავ ისევ კონტროლ ჩვენებას, ჩავთავ ისევ lines, შევეხებ, მეგონი იდეა უკვე გასაგებია ყველასათვის. მithometes თუ რაღაცა გვესმის ავტოკადში, შევეხე ამ შუა წერტილს.
ნუ მაინც გავამახვილებთ ყურადღებას, რომ შუა წერტილს იმიტომ ვეხები, რომ აქტიურია midpoint-ი, ნუ ეს რაღაცები უნდა გვესმოდეს. ტრასირება იმიტომ კეთდება, რომ ჩართული ეს ხელსაწყო და ბარემ წეღან რომ საუბრობდი, პოლარს იმიტომ ვაკეთებ და ვიყენებ, რომ ჩართულია ეს ღილაკი. მოკლედ 1, 2, 3 ღილაკი, რომელიც მუდმივად თითქმის ჩართული გვაქვს ხოლმე ყოველთვის. 26 ენტერი და დავხაზე იქით. აი ეს პოლარი ეხლა რასაც ვანახავს ვაკეთებ, და ეს ღილაკი არის. ეს რომ გამორთული იყოს, აქ პოლარს ვეღარ იპოვი და აღარ გამოგივა. ჩავრთე ისევ და დავაწყავე დავამთავრე. იგივე გავაკეთე მეორე მხარეს შუა წერტილი შევეხე, გავიწიე იქ დამემართულებით 26-ში ჩავწერე ენტერი, პოლარული მიმართულება დაწყავები დავამთავრე. კიდე გავიმეორებ ახლა აი აქაც მინდა ერთი ხაზი და იქით მხარესაც მინდა ერთი ხაზი, მაგრამ რო არ ავჭრელდეთ და ვინაიდან სწავლობთ ჯერჯერობით აი ამ ხაზია საუბარი, ჯერ მოდი ამას დავამთავრებ, მე ამ ხაზებს გავაკეთე და ფაქტიურად უკვე ფინიშამდე მივიდივარ. ივემეორებ ისევ იმპრინტს, მოვნიშნე ბოქსი, მოვნიშნე ეს ხაზი, მარჯვენა მაუსი დავაწყაბე, რატომ ვაწყაბებ ახლა მარჯვენა მაუსი? იმიტომ რომ n-ია არჩეული, ანუ აი ეს n. ესე იგი, yes ან აქ ვაწყობი, ან მარჯვენა მაუსში იგივე. შემიძლია კლავებიდან y-ი ჩავწერო, ოღონდ რა თქმა უნდა, იგივე სულ კლავიატურაზე უნდა იყოს განლაგება. y-ი ჩავწერე, enter-ს დავაჭირე, yes-ის ტოლია. კაცი რახან არჩევანი y იყო, ანუ yes, უკვე აღარ წერდი და enter-ს ვაწერე. ისევ enter-ი რომ გათშულიყო ხელსაწყო. ეხლა უნდა მოვნიშნოთ აი ეს ქვედა ფეისები. ქვედა ფეის ვერ მონიშნავ ესე პირდაპირ სახით, თუ არ გადაატრიალებ თავდაპირველად. მაგრამ როგორც ვიცით და სულ ვამბობ, რომ 3D ხედი, მით უმეტეს როცა wireframe-ში ხარ, მატყუარაა. თავიდან შეიძლება გადაატრიალო ესე და ფიქრო, რომ ეს და ეს გვერდი არის ასე თქვათ, ქვედა ძირი და ეხლა ფოკუს ვეძახი ხოლმე, მაგრამ რეალურად ადამიანის გონება აღვო, ყველას ესე არ მოდის. შეგიძლიათ ეხლა ეგ ზემოთ შეხედოთ, აბა და შეხედეთ ზემოთ ეს მე რასაც გეუბნებით უკვე ისე იაზრებთ თქვენი გონება თუ გაიაზრებთ რას ვამბობ, ესე ხედავ ამ ოღრმულებს, ვიყურები ამ კუთხიდან. აბა შეხედეთ ეხლა დაბლა ხედავთ, ისე როგორც ძირიდან ვეღარ ხედავთ სავარაუდოდ. 199% ადამიანს ერევა ხოლმე ეს გონება, რასაც უყურებ, ისე არ არის. თუმცა, ვისაც გამოცდილება აქვს, რა თქმა უნდა, შეუძლია ეს ისე შეიბრუნოს და დაინახოს, რომ ქვემოდან უყურებ ამ სიტყვებს. თუმცა შეიძლება პირდაპირ ასე კეთება კიდე გავიმეორებ, როცა აგიჭირდებათ ხოლმე თვალი არაერთხელ თქვი, გადახდეთ კონცეპტუალზე, გადმოხდეთ wireframes და ისევ გააგზავნეთ ხოლმე. ნუ თვალის აჭრელებაა თუ გონების აღება, ნუ ვის როგორ გინდა ესე დაარქვით. მოკლედ, დავტოვებ ისევ ასეთ ხედში და ასეთი ხედიდან მოვნიშნოთ, იმიტომ რომ შესაძლებელია. ჩავთე textured face-ი, ესე იგი ორი ცალი უნდა მოინიშნოს, ქვედა და ეს ქვედა, ამიტომ აი ამ წიბოზე ვაწყობებ. ქვედა მოინიშნო, მაგრამ ასევე წინა მოინიშნა, წინას მერე მოხსნი. შემიძლია ახლა აი ეგ დავაწყაბო და მოინიშნება ისევე სიტყვა, ეს უკვე მონიშნულია და მეტი რაღა უნდა მოინიშნოს, მაგრამ შემიძლია ასევე აქ დავაწყაბო. რა თქმა უნდა, ზედმეტი სიტყვის მონიშნით. ორივე სიტყვა შემიძლია გავაუქმო ახლა remove-ით და აი ამ წიბოზე თუ დავაწყაბებ, ორივე მოიხსნება. შემელოს შიგნით აქ და შიგნით აქ ჩამეწყაბებინა. მოვრჩი მონიშნებს, enter-ს დავაჭირე და წერ რიცხვს. ახლა ნახოთ რა რიცხვი გვჭირდება. აქ უნდა იწევს პირდაპირ წერია 12, ესე იგი -12-ით უნდა ავწიოთ. ჩავწერეთ -12 enter-ი, 0 გრადუსით ახრა, ავწიეთ მივიღეთ ეს. ჩავთავ კონცეპტუალს და დავინახოთ რა გვაქვს ამ ეტაპზე. და დაგვრჩა ორი ხაზი ჩახაზვა. აი ეს ხაზი უნდა ჩავხაზოთ, აქაც 10 წერია, პირდაპირ მოცემული არის სეზომა. ჩავრთე ისევ ლაინი, ვამჯობინებ აი ამ კუთხიდან გახაზვას, დავწერ ზევით 10 ენტერი და მე აქედან წამოვალ. მინაიდან აქ ბევრი ხაზები იკვეთება ერთმანეთთან და იქ შესაძლებლად უფრო თავისუფალი მონაკვეთია. ისევე აქედან ავიწიე ზევით 10 ჩავწერ ენტერი. რა თქმა უნდა, ჩემ პოზიციას გულისხმობდი ახლა, რა პოზიციაშიც მე ვიდექი. და იქაც შავხაზი 10-იანი. გავაგზავნეთ ისევ ქმედება აბსოლუტურად იგივე იმპრინტი, მოვნიშნეთ ფიგურა, მოვნიშნეთ. ხაზი გავეცით პასუხი yes ან ჩანაწერით ან მაუსით ან დაბლაბძანებაში იგივე, ამას yes, გინდა მარჯვენა, გინდა ენტერი. ენტერით დავამთავრეთ. ამას ჩაიმპრინტება იმიტომ ჭირდებოდა, რომ ეს გვერდი უნდა გაგვეყო ორ ნაწილად, ორი სიტყვი, ანუ ორი წახნაგია ქვედა და ზედა, გასაგებია ერთ მთლიანობას წარმოადგენენ, როგორც ასეთი, მაგრამ ამ face-ზე ცალკე შემიძლია ოპერაცია, ამ face-ზე ცალკე ვაკეთოთ ეს ოპერაციები. ისე რომ თუ ახლა ჩვენ ჩავთავთ no field-ში age menu-ში ბრძანებას, მოვნიშნავთ ამ წიბოს წითელ ნიშანს მივიღებთ, წითელზე დაწყაბებით. პოლარული მიმართულებით, მწვანე მიმართულების შიგნით შევწიეთ, პოზიცია თვითონ დააყენეთ, როგორც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება და 15-ით შევწიე. აღარ გადავდივარ ახლა ნახაზზე, თუმცა რა ვიცი, რატომ 15, მარტივია 90 საერთო სიგანეროს დახაზული გვაქვს. აქ 60 არის, მათ შორის მანძილი სხვაობა 30-ია, გამოდის რომ 15 ერთი მხრიდან და 15 მეორე მხრიდან უნდა შემოვწიოთ. ტექსტს ვაწვევი.
მოვნიშნე ეს მხარე, X-ებს იმითო დავაჭირე, რომ მოხსენ იმას მონიშნა. თუ ისაც დარჩებოდათ მონიშნული, ორივე გამოიწევოდა ისე და იქ დაბრუნდებოდა თავის ადგილად. 15 აქაც ჩავწერე, ენტერი, X-კებით მოხსენი მონიშნა და აუცილებლად გავჩერდ no ფილტრი. დამთავრდა ამით ამის მოდელირება. ეს არის დეტალი, რომელსაც შევძელით იმპრინტით. ნუ ძირითადად ეხა ფილეტი გასაგებია, რომ ვალის გასაკეთებლად დაგჭირდა. ძირითადად აქცენტირება რა თქმა უნდა იმპრინტზე იყო გაკეთებული და extrude face-ზე რა თქმა უნდა. კარგით, შეგიძლიათ გაიმეოროთ.